East-Point-ის სავაჭრო სივრცემ აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებს უმასპინძლა. გამოფენაზე მათ წარმოადგინეს ხელნაკეთი ნამუშევრები, სამკაულები, აქსესუარები, კერამიკა, ხის ნამუშევრები, ეპოქსიდის ხელნაკეთი ნივთები, ნაქსოვი და შეკერილი ტექსტილის პროდუქცია, ტკბილეული, თაფლი, ქართული ტრადიციული ჩურჩხელა. დამთვალიერებელს ასევე დახვდა სხვადასხვა პროგრამები, როგორიცაა მუსიკალური წარმოდგენები და გასართობი აქტივობები, რაც უზრუნველყოფდა ღონისძიებაზე მეტი ვიზიტორის სტუმრობას. ორდღიანი გამოფენის ორგანიზატორი იყო აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატა. დევნილი მეწარმეების მხარდაჭერა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და სწორედ ამ პრიორიტეტის ფარგლებში, როგორც ხედავთ, დღეს East-Point-ის ტერიტორიაზე იმართება დევნილი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა გაყიდვა. აქ წარმოდგენილია 20-მდე აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე. აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს მათ პოპულარიზაციას, რაც მათ მისცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო გააფართოვონ თავიანთი ბიზნესი და კიდევ უფრო მეტი დევნილი დაასაქმონ თავიანთ ბიზნესში. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას როგორც პოპულარიზაციის, ასევე სხვადასხვა პროექტებში მათი ჩართვის კუთხით. ორი დღის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე გამოფენა გაყიდვა გაიმართება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო East-Point-ის ადმინისტრაციას აღნიშნული შესაძლებლობისთვის. მსგავსი ღონისძიებები გარდა მატერიალური სარგებელისა ხელს უწყობს მათ პოპულარიზაციას და აძლევს სტიმულს მომავალი საქმიანობისთვის. ეს არ არის პირველი ჩვენი მსგავსი ღონისძიება და მომავალშიც გეგმავთ ჩვენი მეწარმეების მხარდაჭერას. მე და ჩემი ლაგუჯი აქტიურად მონაწილეობთ ყველა ღონისძიებაში, სადაც კი დაგვპატიჟებენ. ჩემი ჩანთები ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს. ასორტიმენტი ყოველ დღე იზრდება სხვადასხვა მიმართულებით. და ვაგრძელებ მუშაობას. ეს ჩვენთვის არის უდიდესი მხარდაჭერა, როგორც დევნილი, როგორც ქალი, როგორც ის უბრალოდ მეწარმეებისთვის, რომ ჩვენი ნამუშევრები წარმოვაჩინოთ და ფართო საზოგადოებას დავანახოთ.